აგვისტოს დღეებში ქართული ჯარის არ იყოს მედიას ბევრჯერ აღმოჩნდა უფრო მეტი რესურსებისა და შესაძლებლობის რუსული პროპაგანდისტული მანქანის პირისპირ აქაც რომ არა უცხოური დახმარება საქართველოს ოკუპაცია უკანა რიცხვით იქნებოდა გაფორმებული. რუსეთის გენერალიტეტი ბოლო წუთამდე უარყოფდა გორის დაბომბვას, სანამ მსოფლიომ ჩვენთვის სამწუხაროდ კარგად ნაცნობი კადრები და ფოტოსურათები არ ნახა. სხვათა შორის პოსტსკრიპტუმი მოგითხრობთ იმ ქალბატონზეც, რომელიც გორის დაბომბვის ერთ-ერთი პირველი მსხვერპლი იყო და ყველას დაღუპული ეგონა. თვეზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც გია აბდალაძემ გორში თავისი ყველაზე ცნობილი ფოტორეპორტაჟი გადაიღო. გორის კორპუსების დაბომბვიდან 5 წუთში კამერით ხელში აქ ისნახა, რაც ცხოვრებაში არასდროს დაავიწყდება. აი აქ რა თქმა უნდა ეს სახე მეგონი არც არასდროს არ დამავიწყდება ამ ქალის ხმა და საოცარი უნარიც ქონდა იმისი რომ ცდილობდა რომ თავი ხელში აეყონა. დღეს ეს ადგილი იმ დღის საშინელი შთაბეჭდილებებისგან სუფთავდება. გია აბდალაძე აქ იმისთვის დაბრუნდა, რომ თავისი რეპორტაჟის მთავარი გმირის ვინაობა და შემდგომი ბედი გაერკვია. გადარჩა თუ არ თუ იცით რა საერთოდ ინფორმაცია. ქალი მე გადარჩა ფეხი მააჭნეს მემორი. შეიძლება ხანგრძლივი ძებნის შემდეგ სოფიო მურადოვს გორის საავადმყოფოში პოულობს. თქვენ ალბათ ვერ მიცანით, მაგრამ მე არასდროს არ დამავიწყდება. მე ვარ ფოტორეპორტერი. აფეთქების ადგილიდან ექიმებმა გამოიყვანეს საავადმყოფოში მესამე ხარისხის შოქში მრავლობითი ჭრილობები და ბარძაყის ღია მოტეხილობით მიიყვანეს. რა მოხდა იმ დილას დღემდე კარგად ახსოვს. პირველ ბომბინო ჩამოაგდეს დაბლა ჩამოვედ. კარასთან მივედი, მაგრამ მე რა ვიცოდი თუ მეორეთაც ჩამოაგდებიან, ანუ გავედი გზის პირას იქ წავიქეთ, იქ გავედი მართულებში. თბილისში ფეხზე 2 რთული ოპერაცია გადაიტანა დღეს მის მდგომარეობას ექიმები სტაბილურს უწოდებენ. ხევა დარჩება რა თქმა უნდა ცოცხალი იქნება და შეძლებს ეყავარჯნების დახმარებით გადაადგილებას. იმიტომ რომ პრაქტიკულად ძვალი აკლია როგორც ერთკუთხოვრის აღსარში ისე მეორეზე. სოფიოს გამოჯანმრთელებას შვილი და შვილიშვილები გორში კარვების ქალაქში ელოდებიან. მოხუცებულმა დედამ, რომელიც ავადმყოფს თავზე ადგას, დაჭრილ შვილს 9 აგვისტოს გვიან საღამოს გორის საავადმყოფოში მიაგნო. მოტა გაკეთდეს ახლა მოურჩეს ეს ფეხები აღარაფერი არ მინდა. გადავამიჯე ჩემს მას ეკიკო. აღარც სახლი მახსოვდა, აღარც არაფერი ძმო. მისთვის საშინელი ტრაგედიის მძიმე წუთების დროს გადაღებულმა ფოტოებმა მსოფლიოს არაერთი გამოცემა მოიარა. დაბომბვის დროს ზაზა რაზმაძემ ძმა ზვიადი და ფეხმძიმე რძალი დაკარგა. ოჯახი მცირეწლოვან შვილთან ერთად ამ სადარბაზოში მეორე სართულზე ცხოვრობდა. გარაჟმა გუშურა რა. ტალღაში აკავა. ძირითადი და ბავში დააგდო და უკნიდან რა ეგ იყო ტრუბები. აი იქიდან ჩამოვიდა. კარები ჩაეკიდა თამათ. აი უკნიდან გადაიწყო. არა, უკნიდან იყო დარტყმული პირველი სნაგი, ისა რაკეტა თუ სნაგი რაც Save your life. ერთი თვით ადრე მიაკრა. გაუფრთხილდი შენ სიცოცხლეს. ამ ოთახში დათო ხიზანიშვილმა მეგობარ ალექსანდრე კლიმჩუკთან ერთად ფოტოკორესპონდენტისთვის საბედისწერო მივლინების წინა საღამო გაატარა. ოფისად საშა კლიმჩუკი 2 წელი მოზარდ მაყურებელთა თეატრის ამ ოთახს იყენებდა. ეს არის კომპიუტერი, სადაც საშა მუშაობდა. მის კომპიუტერში დღემდე შენახულია კონფლიქტის ზონაში მის მკვლელობამდე 3 დღით ადრე რუსული Newsweek-ისთვის გადაღებული ფოტორეპორტაჟი. 26 წლის ფოტოგრაფისთვის, ისევე როგორც მისი მეწყვილე გიგა ჩიხლაძისთვის, ეს პირველი დიდი ომი იყო. გავაფრთხილე რომ ხუცი პრობლემა გადაიგონა თქვა. შიგნით არ უნდა შეხვიდე. არ არის აუცილებელი შიგნით შესვლა. ჯარისკაცი რო ისურის სანგრიდან ეს ფოტო არავს არ ჭირდება. ხო და კი, ვიციო და ყველაფერი გზე იქნებაო. პრაქტიკულად დახვრიტეს იმიტომ რომ მიესალმნენ ქართულად. იტარტასი, რია ნოვესტი, ამერიკული პოლარისი და გეტი იმიჯი იმ სააგენტოების არასრული სია, ვისთვისაც ალექსანდრე კლიმჩუკი მუშაობდა. არ შემდგარი ფოტორეპორტაჟი მას და გიგა ჩიხლაძეს სიცოცხლის ფასად დაუჯდათ. რა მოხდა უკანასკნელი მის ობიექტივში მეგობრებმა არ იციან. ოჯახისთვის მისი ფოტოკამერა არ დაუბრუნებიათ. გიგას ორი შვილი დარჩა მცირეწლოვანი და საშას დედმამა ძალიან მოხუცები არიან. მე მგონი რომ ცოტა გაიწევა ეს დახმარების მიცემის პროცესი და კარგი იქნებოდა რომ დაჩქარებულიყო, იმიტომ რომ ფუჭირს ამხობს. ისე მიხარია რომ დღეს ხედავ.
კი აბდალაძე ფოტორეპორტაჟის მთავარ გმირს ავადმყოფოში ემშვიდობება და პირდება, რომ სოფიო მის ობიექტივში კიდევ ერთხელ მშვიდობიან ვითარებაში მოხვდება. ამოჯანმრთელდა მე პირდებით, რომ ბევრ სურათებს გადავიღებ თქვენ შვილიშვილებთან და ახლობლებთან და მეზობლებთან ერთად.